დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 48 მილიონი ლარით განისაზღვრა. ინფრასტრუქტურა 8 მილიონი, დასუფთავება 5 მილიონი, განათლება 9 მილიონი, კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი 9 მილიონი, ჯანდაცვა და სოციალური სფერო 3 მილიონი, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა 4 მილიონი, მმართველობა კი 11 მილიონი ლარი. 48 მილიონიან ბიუჯეტს მხარი ოზურგეთის საკრებულოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა. ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური სფერო, ასევე ეკონომიკის განვითარება, კულტურა და სპორტი, როგორც ოზურგეთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გითხრა, 2026 წლის პრიორიტეტებია. 2026 წლის ბიუჯეტი 39 ხმით დამტკიცდა. ახალი ბიუჯეტისთვის ხმა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს გახარია საქართველოდან გიორგი სირაძეს და ლეილო ძლიერის საქართველოსთვის წარმომადგენელს ლავრენტი ქვილორიას არ მიუცია. 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრები არის 48 მილიონი 70,000 ლარი. ძირითადი პრიორიტეტი 2026 წლისთვის იქნება ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, ჯანდაცვა და სპორტისა და სოციალური საკითხები. ბიუჯეტის დაფინანსება ძირითადად იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის და იმ საჭიროებებისთვის, რომელიც სჭირდებათ მათ და მხარდაჭერისთვის. ბიუჯეტის წინა წელთან შედარებით გაიზარდა 4 მილიონი 700,000 ლარი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის. დამტკიცდა მისი მთავარი საფინანსო დოკუმენტი, ბიუჯეტი, რომელიც შეადგენს 48 მილიონი 70,000 ლარს. განსაზღვრულია ბიუჯეტში ის პრიორიტეტები და ეს თანხები ასახულია შესაბამისად ამ პრიორიტეტების და მიხედვით. ყველა და დარწმუნებული ვარ, რომ მორგებულია ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეულ ადამიანზე, თითოეულ მოსახლეზე და მათი კეთილდღეობის დონე 2026 წელს კიდევ უფრო ამაღლდება და კიდევ უფრო უკეთესი იქნება.